Koaliția ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი და ცხადია მე მასთან ერთ-ერთი მთავარი კითხვა აუცილებლად მექნება. ნიკა, მოგესალმები, უკვე დაგინახე და შემიძლია პირდაპირ კითხო. მადლობა ძალიან დიდი რომ გამონახე დრო და გვერდები პირდაპირ ეთერში. იმ ფონზე რაც დღეს მოხდა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება, მე დაგინახეთ თქვენ იყავით სასამართლოს ეზოში, არ ვიცი რა მოლოდინი გქონდათ თქვენ, მაგრამ ოქრუაშვილი აშკარად ელოდა ასეთ რამეს განცხადებებიდან და კომენტარებიდან ასეთი დასკვნა შეიძლებოდა გამოგვეტანა. თქვენ ხართ იმ ადამიანების სიაში, თქვენს მეგობრებთან, კოლეგებთან, ზურაგირჩი ჯაფარიძესთან, ნიკა გვარამიასთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, რომელთაც შეიძლება იგივე ბედი გაიზიაროთ. თქვენ თუ მიიღეთ გადაწყვეტილება გირაოს გადახდა არ გადახდასთან დაკავშირებით, აი ამ დროისთვის რა შეგიძლიათ გითხრათ თუ ჯერ კიდევ არ დამდგარა ის დღე, როდესაც ამ პასუხს მოვისმენთ თქვენგან. მადლობა შესაძლებლობისთვის ეს დღე ალბათ იმ დრიდანვე ნათელია ჩემთვის და ბევრისთვის ვინც მიცნობს, როდესაც ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რიგებში ჩავდექი არა იმიტომ რომ ვიღაცის გვარი იქ არ მომწონდა და ვიღაცის ფიზიონომია, გარეგნობა და ასე შემდეგ, არამედ მიგვაჩნდა მეგობრებს, მიგვაჩნია სულ უფრო მეტ ადამიანს ყოველდღიურად, რომ არახოლოდ საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილებაა უსერიოზულესი პრობლემა, რა თქმა უნდა, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, არამედ ზოგადად ხელისუფლება ყავს ქართულ ხალხს, რომელიც არ ზრუნავს მასზე, ანუ არ ზრუნავს ქართულ ხალხზე, ზრუნავს საკუთარ კეთილდღეობაზე, მხოლოდ კორუფცია ყვავის ქვეყანაში, ქალაქში, საიდანაც ახლა ჩვენ ვერთვებით. ყველაზე ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რა თქმა უნდა, ყველა ქართველს და თბილისს აწუხებს, არ გავხდეთ რუსული გუბერნია და ამისთვის იბრძვის როგორც შეუძლია, ზოგი აქტიურად, ზოგი პასიურად, მაგრამ ამავე დროს ახლა შიში არის დაუფლებული, ინახეთ უსაფრთხო სივრცე აღარ არის. ანუ მოქალაქე კრიმინალური ვითარებაც უმძიმესია. ცხოვრება დიახ, ამას გულისხმობ კრიმინალურ ვითარებას და ამას დამატებული წალეკილი ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ნარკოტიკებით და ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი დაიჯეროს რომ ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ აი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად კრიმინალური ჯგუფების მიერ რეალიზებული ნარკოტიკებით. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა შარშან კამპანიის განმავლობაში უნდა ვთქვათ იმაზე მძიმე პრობლემა ბევრი ადამიანისთვის ვიდრე იყო ვაშინგტონი თუ არ ვიცი მოსკოვი, ბრიუსელი თუ ვაშინგტონი, ბევრი აბაშაში, წალენჯიხაში ჩახვიდეთ, ხონში ჩახვიდეთ. მე პირველ პრობლემას გისახელებდნენ, რომ ნარკოტიკებმა დახოცეს ჩვენი მეზობლები, უბნელები და ეს პრობლემა კი არ სუბუქდება, არამედ სულ უფრო და უფრო მძიმდება. კი, საერთოდ პრობლემები მძიმდება, ნიკა, ქვეყანაში პრობლემები მძიმდება ოცნების რეჟიმის პირობებში. და აყენებს სიკვდილს, ეკა სიკვდილს აყენებს. სიკვდილს აყენებს, ხო ვიცით, არ დავუმალოთ ერთმანეთს. სიკვდილს ყველა ნარკოტიკების მძიმე მომხმარებელი არ ყვდება. არის ნუ ცხოვრება შეიძლება არ ვიცი კლუბებში მიდიან ახალგაზრდები, არა ახალგაზრდები, შეიძლება წინასწარი გაზრახვით არ ფიქრობენ რომ კლუბური ნარკოტიკი მიიღოს სინამდვილეში მოსაწამლავს იღებენ და ადგილზე კვდებიან. თუ ნარკოტიკი აკლავს, დანაგ კლავს. იმ ადამიანის ყელს ხჭირის, იმ ადამიანის მიერ მოქნეული, რომელიც არ ვიცი, არის ამნისტირებული და ყველობაზე იჯდა, მანამდე კიდევ ადამიანი დაჭრა, გამოვიდა და მე კიდე მოკლა ხალხი. ამიტომ ეს პრობლემა არის კომპლექსური ყველასთვის. რატო გავაკეთე ესეთ გრძელი შესავალი სამყარო? არა და კითხვა ეხებოდა იმას ელოდებით თქვენ რას აპირებთ მეთქი გირაოსთან დაკავშირებით და რას ელოდებით თქო და ანუ ხო მივდივარ დიახაც მე გავიგე ხო მე არ ვაპირებ და არც არასოდეს ვაპირებ და არც მომავალში უსინდისობასთან და უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას და არ წასულა. და მსგავსი რამ რომ მე ფიქრა არც თავის დროზე გადავიხდიდი იმ გირაოს. უბრალოდ ახლა ანონსი ხა ინდივიდუალური გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში რაც არ უნდა ერთ კოალიციაში, ერთ პარტიაში ვიყოთ, ვინაიდან ეს არის ბრძოლა ჩემის აზრით, სადაც კომპრომისი არ შეიძლება საკუთარ თავთან სინდისთან არ შეიძლება ეს ზნეობრივ კომპრომისზე. კი, ჩემთვის გათანაბრებულია ზნეობრივ კომპრომისთან, იმიტომ რომ ხა
არ არსებულ პარლამენტში რაღაცა 10 კაცი შეიკრიბა, არც კი დაირქვეს საკუთარ თავს დაარქვეს საგამოძიებო კომისია, მერე გიბარებე, მერე შენ სამართლიანად არ მიდიხარ და ამის შემდეგ გაკისრებენ რაღაცა 50000 ლარის, 20000, 30 სხვა ოდენობის, ხო, გადახდას და მერე გიჭერენ? კი, ხო, მე მიმაჩნია რომ კი უკომპრომისობა ამ თვალსაზრისით ამ ნაწილშიც არის უმნიშვნელოვანესი. უბრალოდ ეხლა კაფიოთ მესმის ჟურნალისტი ხარ, იმის თქმა ორი სიტყვით შემიძლია, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მგონი გასაგებია ძალიან ბევრი ადამიანის. კი, მე გავიგე რომ თქვენ არაპირებთ კომპრომისზე წასვლას და გეთანხმებით ნიკა იმაში რომ თქვენი ბრძოლა ყოველთვის ძალიან უკომპრომისო იყო, ამითი გამორჩეული პოლიტიკოსი ხართ ნამდვილად და არ ვიცი, ბევრმა რეპრესიამ და ციხემ გადაიარა თქვენს თავზე. მაგრამ მე შემიძლია ეს განცხადება გავიგო ისე რომ არც ნიკა მელია არაპირებს გირაოს გადახდას. მე ასე გავიგე ახლა თქვენი განცხადება. როგორც გენებოდ ვიღაცამ არ იცოდეს ეკა ზუსტად. ხო იყო პერიოდი, როდესაც ამ საკითხად დაკავშირებით, ხო კაფიოთ, დავდექი და არ გადავიხდი, ვერ დამიჭეთ განცხადება გავაკეთე და არ მინდა ხა ხო თუნდაც არ ვიცი, იგივე თქვა, ხო მე ვფიქრობ შინაარსია აქ თავარი და გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში. ხო, რახან არ უარყოფთ, ანუ ასე არის. საკუთარ თავთან უნდა ვიყო მართალი. საკუთარ თავთან უნდა ვიყო მართალი და მორალური უპირატესობა არ უნდა დავკარგოთ. ჩვენი ძალა ოპოზიციაში, მათ შორის ოპოზიციონერები, სამოქალაქო ასე თქვათ ძალიან აქტიური ადამიანების უფრო და უფრო მეტი ძალიან ახალი საინტერესო ადამიანი ამ ბრძოლაში ერთვება, ბევრს ფართო საზოგადოება იცნობს, ბევრს არ იცნობს, ბევრს უკეთ გაიცნობს, ხო? რა არის? ჩემის აზრით დიდი მორალური უპირატესობა და ეხა წულუკიანს და იქ სადღაცა ვიღაცას კიდე არ ვიცი გვარები, ხო? ახლა მოუნდათ რომ 50, 30, 40, 20000 ლარები ვიხადოთ. რატომ უნდა გადავიხადოთ? რისთვის უნდა გადავიხადოთ? მაგრამ ნიკა დაკავებები იქნება თუ არა და ერთ-ერთი და რამდენად პრეცედენტული იქნება ეს და რამდენად დააზიანებს ბრძოლას. აი ამიტომ არის. სად ყავს ახლა დასაკარგი პოლიტიკოსები? არა, პოლიტიკოსების ყოველ შემთხვევაში ჩემი ხედვა ასეთია. იქ სადაც შეიძლება პოლიტიკოსმა, ნებისმიერმა თავისი უკომპრომისო, სწორი, მართალი გადაწყვეტილება მიიღოს და ქმედითი ნაბიჯი გადადგას ისე, რომ სხვა თანამებრძოლის, ნაცნობის თუ უცნობის, მეგობრის თუ შორეული, ასე თქვა, არ ვიცი, ადამიანის, მაგრამ ამ პროცესში ჩართულის, ხომ, არც ჯანმრთელობა, არც სიცოცხლე არ დააყენოს რისკის ქვეშ და საკუთარ თავზე აიღოს დარტყმა ისე, რომ დიახაც მიაყენოს სხვადასხვა ხარისხის, ასე თქვათ, დარტყმა ასევე რეჟიმს, გონია, რომ ვალდებულებას უნდა შესრულება. ვინაიდან შეიძლება პოლიტიკოსები სხვანაირად იქცეოდნენ, შეიძლება მოწოდება გააკეთოს და, რა ვიცი, მესამე და მეორე რიგში გადავიდეს და ხორცაკებ მანქანაში სხვები ჩაყარონ. მე მინაშნია, რომ პოლიტიკოსები თუ კი ხედავ და მიხარია ნამდვილად ვიქნებით უკომპრომისონი ყველა ასპექტში, ხომ? საერთაშორისო საზოგადოებაში ეკო, ხო, აი ამ უსამართობის კიდევ უფრო ძლიერი იქნება. კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე ყოფილა. ნუ რა ვქნათ, ასეა, უსამართოდ, სამართლიანად ენაცვალოს ჩემი და ჩვენი თავი. ანუ პოლიტიკოსების დაკავებაზე ქართული ოცნება აშკარად მზად არის. ვიცი ზეს, მაგრამ სამოქალაქო ეს თქვენ ამბობთ, რომ ეს კიდევ უფრო დააჩქარებს მათ დასასრულს. არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც ჭირდება, რა თქმა უნდა, მეტი ძალისხმევა, რომ სოფლიოს გააგებიო, რომ ეს ხდება. მიუხედავად რაოდენობისა, მაგრამ როდესაც მოქმედ პოლიტიკოსებს თან ასეთ არ ვიცი მიყოლებით აკავებენ არაფრიზის გამო, ხო, მეწუნეთ ეს კიდევ უფრო ძლიერ მუხტ ჯერა შენზე ამ პროცესს. შეიძლება არ ქონდეს ყისიერი შედეგი 2 და 3 დღეში, მაგრამ ამ ქვეყანას დიახაც და ამ ბრძოლას თუ თეორიულად 1%-ით მაიც და რა თქმა უნდა მეტია ეს და 100%-ით დაწურებულ წარმატებაში გადაჭრობების გაშ უწერია ამოჯადოებული წრის გარღვევა, უწერია იგივე მეგობარი აქტის დასკვნით ეტაპზე მიიღება, როდესაც ის გადავა ბოლომდე საერთაშორისო ხარდაჭერის ასე განხორციელება და აღსრულება ქართული ხალხის საკეთილდღეოდ, ხო? ასეთ შემთხვევაში პოლიტიკოსების სწორი გამართული ნაბიჯის გადადგმის შემდეგ
ეს პროცესი დაჩქარდება, ამაში ვარ დარწმუნებული და გადახდა არ გადახდაზე არ არის ეკა ბოდიში. მესმის ნიკა, გავიგე ყველაფერი. გავიგე ყველაფერი. აქ არის უბრალოდ შენ უბრალოდ უსწორებ თვალს უსამართლობას თუ არ უსწორებ უსამართლობას. მესმის თქვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად გეთანხმებით. მინდა ერთი კითხვაც მოვასწრო, ვიდრე დაგემშვიდობები. ეს არის მოკლედ, მე არაფერი წინ არ უდგას, თქვა ის, რაც მე ვფიქრობ, რომ ისედაც საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველთვის ის ნაწილი, ვინცაც ვერ ვიცნობ, ვინც ვიცნობს ან ვინც დაინტერესებული მხარეა, ადვილად არის პროგნოზირებადი, ხო, რა და როგორ მოხდება. კი, ყველა ნაბიჯი უნდა იყოს პრინციპული და პრინციპული ნაბიჯების შემთხვევებში წარმატება გარდაუვალი იქნება. დიახაც, რანაერად, აი 50 პატიმარი პლუს ვაჟკაცი, ზიამაღლობელი, მოკითხვა ყველა მათ, ხო? და სოლიდარობა ყველას. ნიკა, თუმცა ქართული ოცნება, აი ამას როდესაც აკეთებს, როდესაც იჭერს. მაგრამ არავინ არ მინდა განვიკითხო, ვიღაცა გადაიხადა, ვიღაცა გადაიხდის გირაოს, ხო? ეხლა ჩვენი კოალიცია ცვლილებების ესე რა ვქო პოზიცია პრაქტიკულად ცნობილია, ხო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ნიშანი მოუგო. ვიღაცას თავისი ნიკა, მინდა გითხოთ აუცილებლად იმ ეტაპზე, რა ეტაპიც იწყება ქვეყანაში. და ეს იქნება ჩემი ბოლო კითხვა და დაგემშვიდობებით. ვიცი რომ თქვენც არ გაქვთ ბევრი დრო და საერთოდ არ მიყვარს ასე ჩართვაზე საუბარი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა თქვენთან ყოველთვის ინტერვიუ. ნიკა, დღეს ღია წერილი, რომელიც კობახიძემ მიწერა, საპასუხო სპეციალური დოკუმენტი, მტრული აქტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა, პარტიების აკრძალვის კანონი მიიღო პარლამენტმა. დღეს შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ დაემუქრა როგორც ევროკავშირს და არა მარტო შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ქვეყნებს, პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, ასევე შეერთებულ შტატებთან, რა რიტორიკაც აქვთ, ამას კი ხედავთ, დაემუქრა მედიებს, ისევ NGO-ებს, ანუ რა ეტაპზე ვართ ახლა და ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ მათი მიზანი არის საქართველოს სრულ იზოლაციაში მოქცევა, რაც იმას ნიშნავს თავისთავად, რომ აი ჩვენიერ დღეს იტყვიან, რომ ნუ ჩვენ შევეცადეთ, მაგრამ მათ არ ისურვეს ჩვენთან, ასე ვთქვათ, არ გადმოდგეს საპასუხო ნაბიჯებიო და ამიტომ რაღაცა სხვა გზას ვირჩევთ, ან ნეიტრალიტეტს, ან ასე შემდეგ. ანუ რუსეთის კლანჭებში საქართველოს მოქცევას და გადაბარებას რუსეთისთვის. ამას როგორ ეწინააღმდეგებით, ახლა ამაზეც მიპასუხეთ და დაგემშვიდობები. ამ ეტაპზე ბევრი რო არ ვისაუბრო, ვიცი რომ ცოტა დრო გვაქვს. ძალიან კიდევ ერთხელ პრინციპული ბრძოლით ამ რუტინულ ბრძოლაში. ეხლა ერთი რა სურს ივანიშვილს, მეორე რა გამოუვა, ხო? ივანიშვილი ახლა არის უმძიმესი დილემის წინაშე. მისი ამორჩეველი იყოფა მისი და რაც არ უნდა ეხლა არ მოგწონდეს, დიახაც არსებობს, ხო? ორ ძალიან მკვეთრად ერთმანეთზე განსხვავებულ ამორჩევლებად, რა თანაბრად არიან გადანაწილებული ორ ბანაკში. ქართული ოცნების ერთი კატეგორიის ამორჩეველი არის იმ დაგმარი, რომელიც ითხოვს ოპოზიციის განადგურებას, ყველა ჟურნალისტის, ყველა მედიის საშუალების დახურვას, გაძევებას, დაპატიმრებას, ასე შედა. მეორე კატეგორია ქართული ოცნების ამორჩევლის და ეს დანამდვილებით ასე არის. ახლაც კი ვიდრე ვსაუბრობთ, ხო? მომხრე არ და თანაბრად არის მეტნაკლებად კი მართლაგეუნდებით გადადაწილებული მათი ამორჩეველი მოითხოვს ქართული ოცნებისგან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზებას განსაკუთრებით ევროპელებთან ურთიერთობების დალაგებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ანუ ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში მოქცევას უჭერენ პროცესების მხარს ხო ეხლა ქართულმა ოცნებამ უნდა წილი ყაროს და ან ერთი კატეგორიის ნებასურველი აღასრულოს, ან მეორეს. აქ გამოითქვა უკანასკნელ დღეებში პოზიციები, რომ იცით რა, იგივეს აკეთებს ქართული ოცნება, რაც გააკეთა ევროპელებთან. არ ეთანხმებით თქვენ ამას, ეს არ არის იგივე. სტრასბურგს. ეს ასე არ არის, ასე არ არის, არა, აბსოლუტურად სხვა ვითარება გვაქვს. როდესაც ეს მათ გააკეთეს, საკუთარ ამორჩევათა ნახევარს რომლებსაც დიახაც ხвия დასავლურად განწყობილი ამორჩეველი უთხრეს რომ სტრასბურგი და ბრიუსელი უმნიშვნელოა ისინი კორუმპირებულები არიან უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და თავად დონალდ ტრამპი და ისინი იქნებიან ჩვენი მეგობრები და ამით გაუტკბილეს ის მწარე აბი ქართული ოცნების იმ ნახევარ ამორჩევლებს რომლებსაც ჯერ კიდევ რომ ქართული ოცნება არის ვაშინგტონის
პოტენციური მოკავშირე. აი ახლა მათ უნდა მიიღონ აი უკან უახლოეს დღეებში საბოლოო გადაწყვეტილება. და აი ამ პროცესში აი იოტისოდენა კომპრომისი არ შეიძლება. არაძალადობრივი პროტესტი, ძლიერი, უკან დაუხეველი ამ ხარისხის და მასშტაბის საერთაშორისო მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, შედეგზე საქართველოს ხალხს გაიყვანს. უბრალოდ აქეთ მხარეს ნიშნულოვანია კაფიობა, შუალედური პოზიციების დაფიქსირების დრო უნდა წავიდეს. ეხლა ყველა თითქმის როცა მაგ შესაძლებლობა უსმენხობენ პოლიტიკოსებს. დღემდე რომ პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია იმას ვერ იძახის, რომ აი არასებული თვითმმართველობის, არასებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში გასვლას არ გეგმავს. ჩემი აზრით ეს არის გადამწყვეტი პრობლემა არაა, მაგრამ მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც პროცესებს აფერხებს და იმედია თვის ბოლომდე მაინც ყველა ოპოზიციური პარტია დააფიქსირებს, რომ ივანიშვილის მიერ წარმართულ პროცესში, თუნდაც საარჩევნო პროცესში ანტურაჟის როლს ის არ შეასრულებს. მადლობა ნიკა. კაფიობა არ იქნება ნორმა, პრობლემა იარსებს. დიდი მადლობა. მადლობა ნიკა, მადლობა რომ სხვებსაც მოუწოდებთ მკაფიობისკენ და მადლობა გემშვიდობებით თქვენი პასუხიც გირაოსთან დაკავშირებით ვიცი რომ იქნება უახლოეს დღეებში უფრო მკაფიო, თუმცა უკვე გასაგებია ჩემთვის პირადად და მაყურებლისთვისაც. ნიკა მელია გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.